ოპოზიციამ არ ეძება საჭირო სიტყვები და ფორმულა რა ეპასუხა ფსბ-სთვის, რომელიც ერთნაირს ლაპარაკობდა ბორია ივანაშვილის, თეა წულუკიანის, დოდოშკა ხურცილავასა თუ უბნელი ვიღაც მეტადონშიკი ბაბულიკების პირით. აბა ომი გინდათ? და აგერეკად ჩამოვიდოდი, მოგარიგებდით. აი, მაგის პოლიტიკური ვარიანტია. ჩემი სასწავლი არ უნდა ქონდეთ, მაგრამ ყველაფერს, უკლებლივ ყველაფერს, რასაც ბორია და ფსბ აწყვეტებენ საკუთარ ამომრჩეველს, ამ ყველაფერს ერგება პასუხი, რაც მეტად დაემალებით ემას, მით მეტ სტიმულს მისცემ ირაკლის არქუაზე. შალიკო რამიშულსა თუ ხათუნა ხოფერიას ზუსტად ამ თემას ჩააჭიროთ. იქ სადაც არგუმენტების პოვნა არ გინდა, სადაც ჩუმდები, მოწინააღმდეგეს აქვს სრული კარდულანში. ეგაა მიზეზი, რომ ამდენი წელია და ამდენი არჩევნები ომით დაშინება პროჭორილელის მთავარი იარაღია და ნაღდი რუსივით ის იცვლის, რომ რაც უფრო არაეთიკური და ბროტული იქნება პროპაგანდა, უკეთ იმუშავებს. მოდი ვაღიაროთ, ქოცმა როგორც მორალისგან და პრინციპებისგან სრულიად დაცლილმა ორგანიზმმა უბრალოდ წამოიკიდა ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელმაც ვერ აჯობა თავს და ვერ ახვა ამორალურ პროპაგანდაში. ამის გაკეთება არ შეიძლება, ამაზე დაცინვა არ შეიძლება, ასეთი მახინჯი დაიბადა რაკნას, ამის თქმა არ შეიძლება, ამის შეხება არ შეიძლება. ქოცთან ეგენი არ მუშაობს, ზემბუდადებო. უფრო ზუსტად, მუშაობს, მაგრამ ქოცის ასარგებლოდ და თქვენს წინააღმდეგ. იმან არ იცის, რას ნიშნავს სინდისის კენჭი და მორალური ჩარჩოები, მუხრუჭები. ეგ სიტყვებს ბრახა ბრუხია პროჭორილელისთვის. ამიტომ ცოტას თუ დაუწევთ თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნებს და სულ ოდნავ ჩამოქვეითდებით მორალური პიედესტალებიდან, განსხვავებას იგრძნობთ მაშინვე. პირველ რიგში კი უნდა მოხსნათ ტაბუ ქოცის მთავარი იარაღის, აბა ომი გინდას განხილვას და პირდაპირ თქვათ, რომ არ გინდათ. და ზუსტად ამიტომ ირჩევთ ევროპას, რომ ომი რუსეთთან დაახლოებაა, მშვიდობა კი ევროპაში ინტეგრაციაა. და ეს უნდა ახსნათ. კონტინენტის ისტორია არაჩვეულებრივ მასალას გაძლევთ, რომელსაც თქვენ ოპოზიცია არ იყენებთ. ცნობიერად, იმიტომ რომ რაღაც კვლევებს ენდობით. თქვენ ცნობიერად კი იმიტომ რომ არ ენდობით ამორჩევლის ანალიზის უნარს.